ტურისტული სეზონის მოახლოვებასთან ერთად სტალინის სახლ-მუზეუმში დამთვალიერებლების ნაკადი არ წყდება. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ის მარშრუტი გაიარა, რომელსაც სტუმრად ჩამოსული უცხოელი ტურისტები გადიან. ნუნუ მახარაშვილი უკვე 35 წელია, რაც იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმში ექსკურსია მძღოლად მუშაობს. მისი ლექცია ყოველჯერზე შემდეგნაირად იწყება. მუზეუმის მშენებლობა დაიწყო 1950 წელს სტალინის სიცოცხლეში, გაიხსნა 1957 წელს სტალინის სიკვდილის შემდეგ. მუზეუმში გამოფენილი მასალა ეხება სტალინის ცხოვრებასა და მოღვაწეობას დაბადებიდან გარდაცვალების ჩათვლით. საუბარს ვიწყებთ სტალინის სიტყვებით. ადამიანი მარადიული არ არის, მეც მოვხვდები. როგორი იქნება ხალხის და ისტორიის მსჯავრი. შეცდომა ბევრი იყო, მაგრამ წარმატებებიც ხო ჰქონდა. შეცდომებს ბუნებრივია მე მომაწერე, ჩემს სამარეს ნაგავს მიაყრია, მაგრამ მოვა დრო და ამ ნაგავს ისტორიის ქარი გაფართავს. მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში ბელადის ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა, მემორიალური ნივთები, საჩუქრები, ფერწერული ტილოები, ფოტოკინო დოკუმენტებია დაცული. აქვე ინახება სტალინის პირადი ნივთებიც: ჩიბუხი, ავტოკალამი, შინელი, ქუდი, ხმალი, ზარდახშა. მუზეუმის მეოთხე დარბაზში მარმარილოს სვეტებს შორის თვალსაჩინო ადგილას მოთავსებულია იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ აღებული ნიღაბი. ნიღაბი 1953 წლის 6 მარტს დილის 4 საათზე აუღია ცნობილ მოქანდაკეს მანიზერს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ზუსტად 2 საათის განმავლობაში აკვირდებოდა, თუ რამდენი უცხოელი ტურისტი ესტუმრებოდა სტალინის სახლ-მუზეუმს. შედეგი ასეთია: ამ ხნის მანძილზე ზუსტად 11-მა უცხოურმა ტურისტულმა ჯგუფმა დაათვალიერა სტალინის სახლ-მუზეუმი. მათი განსაკუთრებული მოწონება კი სტალინის ვაგონმა დაიმსახურა. იოსებ სტალინის სახელმწიფო მუზეუმის კომპლექსის შემადგენლობაში სტალინის პირადი ვაგონით შედის, რომლითაც მან თეირანში, იალტასა და პოტსდამში იმგზავრა. ვაგონის ინტერიერში შეადგენს ტამბური, დერეფანი, სამზარეულო, რუსული ღუმელი, შემდეგ 3 ორადგილიანი კუპე, სააბაზანო ოთახი ტუალეტით. იოსებ სტალინის კაბინეტ, საძინებელი და სალონი სათათბირო. ვაგონის შიდა ხედი მოპირკეთებულია წითელი ხისაგან. სტალინის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაგონი 1985 წლიდან განთავსდა. მე დიდი ხანია მინდოდა მენახა სტალინის სახლ-მუზეუმი და ჩემს მეუღლესთან ერთად დღეს მოვინახულე. მაყოფილი ვარ ნანახით, მივიღე ბევრი ინფორმაცია სტალინის ცხოვრების შესახებ. მოვინახულე პირადი ვაგონი და სახლი, სადაც ის დაიბადა. მინდა ყველა ჩინელმა მოინახულოს სტალინის სახლ-მუზეუმი. მე სულ რამოდენიმე წუთია ჩამოვედი გორში. ინტერნეტის საშუალებით მოვიცია ინფორმაცია სტალინის სახლ-მუზეუმის შესახებ, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენი ტურისტული ჯგუფი ბელგიიდან ჩამოვიდა და სტალინის სახლ-მუზეუმის მონახულების შემდეგ უფლისციხეს ვეწვევით. გორში სტუმრად მყოფი უცხოელი ტურისტების ინტერესს იპყრობს სტალინის სახლ-მუზეუმი. კონკრეტულად მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ის სახლი, სადაც სტალინი დაიბადა. ეს ხის სახლი, რომელიც 2 ოთახისგან შედგება, სტალინის დედას და მამას ნაქირავები ჰქონდათ. ეს ის მცირე სახლია, სადაც იოსებ სტალინი დაიბადა. სტალინის სახლ-მუზეუმს ყოველწლიურად უამრავი დამთვალიერებელი ყავს, რომლებიც მთელი გულისყურით ათვალიერებენ და ისმენენ საბჭოთა ბელადის ისტორიას.